მოგესალმებით. როგორც გასულ გადაცემებში აღვნიშნე, თეთრი კვადრატის შემოქმედებითი გუნდი დედაქალაქშია, ისევ და ისევ განვაგრძობთ საუბარს კინემატოგრაფის შემადგენელ სხვადასხვა შრეზე, იმისთვის, რომ გაცნობიერებულები ვიყოთ თითოეული რგოლი რა მექანიზმით მუშაობს და ბუნებრივია წარმოდგენაც გვექნება თუ როგორი შრომატევადია ფილმის შექმნის პროცესი. დღევანდელი გადაცემის ლაიტმოტივი იქნება სამსახიობო ოსტატობა, კონკრეტულად კი რა განსხვავებაა თეატრსა და კინოში შესრულების მანერას შორის და თანამედროვე ტენდენციაც როგორია შესრულების ოსტატობაში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს მსახიობი იასო ხიტაშვილი, ჩვენი სტუმარი, რომელიც ორივე მედიუმში, თეატრშიც და კინოშიც ძალიან მოთხოვნადია. გამარჯობა, სასიამოვნო თქვენთან შეხვედრა. ასევე იას ამ ძირითად თემას შევეხებით და ესე ღრმად საფუძვლიანად ჩავშლით, მანამ მოდი გითხარით, რა არის ის ძირითადი კომპონენტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მსახიობი და ზოგადად რასაც მოიცავს სამსახიობო ოსტატობა. ეს არის დეკლამაციის უნარი პირველ რიგში, მეტყველების უნარი თუ ემოციებია წინა ფლანგზე, ძირითადი სამი კომპონენტი, რომელსაც მოიცავს შესრულების მანერა. ესე არ ვიცი კომპონენტებით რო ესე დავიწყო რიგითობას მოყვე, მაგრამ ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად, ბევრად ესეთი კომპლექსურია, უფრო და ეხლა თეატრალურ შეცავ ვაბარებდით, არავის არ ქონდა იმის ილუზია, რომ ეს ეგრევე სპექტაკლის დადგმას დაიწყებდა პედაგოგი, მაგრამ მანამდე გადიხარ წვნას, თუნდაც ის, რომ აზრი არ აქვს არაფრის კეთებას, თუ პირის აპარატი არ არის წყობაში. თუ მსახიობს არ აქვს კარგი მეტყველება, თუ მსახიობს აქვს დეტონაციების პრობლემა, არასწორი ხმოვნების დასმა, სუნთქვის პრობლემა, განაწილება სუნთქვის, უბრალოდ შეუძლებელია ამბავი მოისმინო მისგან. თუმცა ეს ისწავლება. ეს ის ისწავლება, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ეს პროფესია არის ერთი დიდი ყურადღება, ყურადღების მობილიზაცია, იმიტომ რომ მე ძალიან გამიმართლა, მე მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები, არა მარტო ოსტატობაში, დამეტყველებაში, სასცენო მოძრაობაში, ვოკალში, გავდიოდით ასევე პანტომიმის კომპლექსურია ძალიან, ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ არის აუცილებელი პანტომიმის მსახიობი იყო, აუცილებლად ფლობდეს მსახიობი თავის სხეულს, არ არის აუცილებელი ბალერინა იყო, ან ცეკვავდე შენს ეროვნულ ცეკვებს ბავშვობიდან, მაგრამ რაღაცა შინაგანი პლასტიკა, რომელიც უნდა გქონდეს მსახიობს. რომ ბევრი ბალერინა ვიცი, ვინც მე სამსახიობოზე ჩააბარა, მაგრამ სცენაზე, როდესაც დგები, იქ სხვა პლასტიკა გჭირდება. ასე რომ ძალიან კომპლექსურია და რაც თავი კიდე შეგრძნების მომენტი, რაც არ ვიცი, სულ არის ამაზე კითხვა და დიდი კითხვის ნიშანი, რომ ადამიანს ეს თანდაყოლილი აქვს, თუ შეგიძლია განავითარო, როგორც გემოვნების მომენტი ასევე. ვერ გეტყობთ, რაღაცა ცოტა უნდა იყო, რომელზეც მე შენ მუდმივად მუშაობ და წუთნი შენ თავს. მაგრამ ის, რომ რა უნდა იყოს იმისთვის, რომ მე შედგა როგორც მსახიობი, იმდენად ყოველ ჯერზე მუდმივად ახალი შემოთავაზებები, ახალი როლები, ბევრად უფრო სიღრმისეული რაღაცა ცხოვრებაში გთავაზობენ, ხვდები რომ მუდმივად სულ მუშაობ შენ თავზე და ის რომ მაგალითად ამოწურულია ჩემთვის ეს პროფესია და მე რო ვთქვა ესე ხელის მოსმით რომ მე ხა რაღაცა გავაკეთე და ყველაფერი ვიცი არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა ახალ ძალისხმევას მოითხოვს და ოღონდ ბევრად ადვილდება სიტუაცია, იმიტომ რომ რაღაცა სერიოზული ბაზა გაქვს მანამდე, ანუ თეატრალური არის საფუძველი და რაც უფრო მყარია საფუძველი სწავლის დროს. ხო, მე უკვე იქ ხო, ფუნდამენტი როცა ძლიერია, რასაც გინდა ზევიდან მე დააშენებ, რა რაღაცა ამას შემიძლია შევადარო. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ბევრ პერსონაჟზე მუშაობთ, ბევრს არ აქვს ეს ფუფუნება, ხო? და საქართველოში ჯერ კიდევ მუსირებს ის სტერეოტიპი, რომ თუ კი აირჩევ ამ პროფესიას, შესაძლოა განწირული ხარ სიღარიბისთვის და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე უნდა ამუშავაი. თქვენი აზრით, რაშია პრობლემა? რეალურად ესეც გასაგებია, რომ ბევრი ფილმის წარმოება ვერ ხდება ქვეყანაში და სულ კინოში ვერ იქნებიან დაკავებულნი ამდენი მსახიობი, მაგრამ თითქოს ცოტა სიზარმაცის მომენტიც შეიძლება იყოს, იქ რაღაცა კასტინგზე მისulis დაზარება, თქვენი აზრით, რა არის თავი რაც უნდა გამოასწორო? რაც შეეხება იმას, რომ განწერული ხარ სიღარიბისთვის, ეს ძალიან ესეთი სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ
მე მგონია რომ აქ არის ეს პრობლემა. ეს პრობლემა არ არის სხვაგან, იმიტომ რომ წარმატებული მსახიობი ძალიან კარგად ცხოვრობს. მე არ ვამბობ ისეთი მილიარდელი ან რაღაც, მაგრამ კარგად ცხოვრობს. ყველა სჭირდება აქ რაღაცა ისეთი მსახიობი, რომელიც მოვლილიც არის, ნავარჯიშები, მაგრამ ავიწყდებათ, რომ შემოსავალი არ არის შესაბამისი და არც დიდად არავის არ უნდა ამაზე ფიქრი. იმიტომ რომ მე სულ ვამბობ და ეს ჩემი ძალიან დიდი წუხილია და ძალიან დიდი ტკივილია და მე ვინ და ჩემი კოლეგების დასაცავად ყოველთვის ვიტყვი ამას, რომ დრო დადგა, რომ მსახიობის პროფესია დაფასდეს საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც თვლის საზოგადოება, რომ ის ნიჭიერი მსახიობია, წარმატებული მსახიობია, მისგან ბევრი რამე საინტერესო შეიძლება რომ გაკეთდეს მასთან ერთად, ხო, შემოქმედებით პროცესში. აუცილებლად ეს მსახიობი უნდა იყოს კარგად. და ის რომ მაგალითად ნავარჯიშები იყოს, მოვლილი იყოს, ამას ფინანსები ჭირდება. მე მგონი. ბუნებრივად. იმიტომ რომ აი მაგალითად თუნდაც ავიღოთ დარბაზი, სადაც შეგიძლია რომ ივარჯიშო, უნდა აიყვანო ელემენტარულად კოუჩი, რომ მას სწორად გავარჯიშოს, რომ რაღაცა დაზიანებები არ მიიღო, ხო, გუნდის. და საბოლოო ჯამში კოლოსალურია ეს თან. მე ამას ჭირდება სწორი კვება. და მსახიობის ხელფასი თეატრში რო არის მაგალითად 900, 700, 800 ლარი, ხო? ნუ რა ვის რა გონია, რომ რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანს, გიწევს რაღაცა არსებობა უბრალოდ და არა ცხოვრება. და სხვა სამსახურის, რაც შეიძლება გაკარგვინებს ამ ემოციურ ბმას თეატრთან. კი და ენთუზიაზმზე ვართ, რა თქმა უნდა, მსახიობები. არ არის კიდევ ის დამოკიდებულება, რომ მაგალითად ქართულ მსახიობს აქ ადგილობრივად ყავდეს აგენტი და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს არ უნდა, რომ ეს თემა დაიძრას. რატომ? იმიტომ რომ აგენტი სხვანაირად დაალაგებდა სიტუაციას. აგენტს აქვს რაღაცეებში ჩარევის უფლება და ეს არავის არ უნდა. ანუ საფრთხეს ხედავენ რეჟისორები ამაში. რეჟისორები ნაკლებად. პროდიუსერები კიდე ბევრი ადამიანია, იმიტომ რომ მაგრამ მათიც მესმის და გეტყვი რატომ, იმიტომ რომ არ ვიცი ეს კინოინდუსტრია ნელ-ნელა გაიღვიძა 2006-7 წლიდან და რამე და ჯერ კიდევ არის იმ პროცესში, რომ მყარად ფეხზე დადგეს, თორე როგორც ესეთი ნიჭიერ რეჟისორებს თუ გადავხედოთ, ძალიან ბევრი საინტერესო რეჟისორია, ახალგაზრდები, ახალი თაობა, რასაც ვეძახით, საინტერესო ხედვით, საინტერესო სცენარებით, გადაწყვეტილებებით და მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროს რაღაცა ღირს ესე ჩაიჭიდო, მართლა ჩაიდოს სერიოზული თანხები, იმიტომ რომ ინვესტიციები, რადგან ძალიან ბევრი ფესტივალებიდან ქართული კინო გამარჯვებული ბრუნდება და კი, ეს არის ძალიან მთავარი და რაც შეეხება დანარჩენ ეს მსახიობებზე, გარკვეული ენთუზიაზმით ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა. არ არის თქვა შესატყვისი ანაზღაურება და მინდა რომ გამოსწორდეს ეს დამოკიდებულება. ეს არის უბრალოდ დამოკიდებულების ამბავი და იმედი მაქვს შეიძლება ეს დამოკიდებულება. თან და გავეცნობიეროთ ესე მასობრივად, რომ ხელოვნება ეს არის ელჩი ქვეყნიდან. კი, თუმცა ალბათ ბევრი ვართ მსახიობებიც. არ ვიცი, მე მისთვის მიფიქრია იმაზე, რომ ღირს კი ყოველ წელს იყოს აყვანა სამსახიობო ჯგუფის, თუ შეიძლება მაგალითად 3 წელიწადში ერთხელ იყოს. ბევრი არის სხვა ამაზე. ძალიან ბევრი არის. არ არის ამდენი სპექტაკლი. არ არის ამდენი სპექტაკლი, არ არის ხო, პატარა ქვეყანა და ვერ იქნება მაგალითად რაღაც ამდენი ასობით თეატრი ან და კინო უფრო ისეთი რამეა. იმაზე არ არის ხა რომ მაგალითად ნიჭიერ თუნდაც შესაძლებელია რაღაც 1-2 წელი ისე იყო რომ მაგალითად არ კონდეს შემოთავაზება. იმიტომ არა რომ მაგალითად შენ არავის აღარ ჭირდები. თუნდაც იმიტომ რომ მაგალითად არ არის შენთვის და როგორ უნდა იყო აი ამ მასობრივ ურიცხვ ხალხში კონკურენტუნარიანი. გასაგებია რომ ნიჭი უნდა გქონდეს და გიყვარდეს პროფესია. კიდევ რა უნარები უნდა გქონდეს იმისთვის რომ თავი გაიტანო. აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით თავი გაიტანო და დაიმკვიდრო. დიდი შრომა არის და საჭირო და იმის გათვითცნობიერება, რომ რაღაცები ეწირება რა მსხვერპლად, რა პირადი ურთიერთობები თუნდაც. პირად ურთიერთობები შეღოთ არ გულისხმობ აუცილებლად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, მეგობრული, ნათესაური, ძალიან ბევრი რამე.
მაგრამ ეგ კარგი ეგ შეიძლება რომ დააბალანსო შრომა მუდმივად საკუთარი თავის წვრთნა და როდესაც მიზანი გაგაჩნია თვითონ ადამიანს ალბათ ნებისმიერ სხვა პროფესიაზეც ესე ვრცელდება გარკვეული დისციპლინა სწორედ მაქედან მოცა როდესაც დისციპლინა გონია რომ მარტო აი თუ თავის დროზე მოხვალ რეპეტიციაზეა სამსახურში რა ეს არ არის ეს მხოლოდ დისციპლინა არის ეს შინაგანად იყო რაღაცა ბრძოლისთვის მსად მიზანი არც ვიღაცა რაღაცა კონკრეტულად კმაყოფილდება ხა მე მინახავს მსახიობები რომ 1-2 წარმატებული როლის მერე სადღაც გაქრნენ ეს ადამიანები და არ ვიცი ეს რის ხარჯზე მოხდა ის კი არა რომ მაგალითად არავინ არ დაინტერესდა უბრალოდ რაღაცა ჩათვალეს რომ რაღაც შევდექი და გავაკეთე ახსენე იქ მაგალითად სინჯებზე მისვლა არ მისვლა ბევრს აქვს რომ აი მოვიდეს და ვნახოს მე თიატრში როგორი ვარ ან ნახოს ჩემი ფილმები და რა თმინდა სინჯი მე ვთვლი რომ ეს ძალიან უხერხული მიდგომაა საკუთარ პროფესიასთან იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალ გმირებს გთავაზობენ ახალი ხასიათებით და მე მაინტერესებს რამდენად ირგებ ამას იმიტომ რომ ზოგჯერ ყოფილა რომ აი რეჟისორსაც წარმოუდგენია რომ რაღაცნაირად ვიზუალითაც ემოციურადაც აი ესეთი მსახიობი და კონკრეტულ ტიპებს იბარებს მაგრამ მე ხვდება რომ არა მოდი აი ამასაც ვნახავ იმასაც ვნახავ და ხვდება რომ ის რაც მის წარმოსახვაში იყო აღარ უნდა და იჭირდება სხვა კონკრეტული მე არც ერთჯერად სინჯებს არ ვამართლებს სიტყვა სიმართლე რო გითხრა რომ მომხდარა ჩემ შემთხვევაშიც რომ აუყვანიათ მსახიობი და მერე გამოუცვლიათ მესმის და მიხდრო ერთი სინჯით ესე ძალიან რთულია მოსამზადებელ პერიოდს როცა აკეთებს რეჟისორი იქაც ძალიან ბევრ ამაში თვითონ ვერ ყვევა მესმის და მოსამზადებელი პერიოდი თქოს ადრე ნაკლებად იყო ეხა უფრო არის და ეს ზამჯერდი მსახიობისთვისაც ძალიან კომფორტულია აი ასეთი რამ ახსენეთ თითქოს ორ ნაწილად დაიყო მსახიობები ტიპაჟური მსახიობები ეს სტერეოტიპები მე ძალიან მაღიზიანებს აი თქვენს შემთხვევაში როცა ვუყურებთ პალიტრა პერსონაჟების არის მრავალფეროვანი ესე რაღაცა მარტივად რომ ვთქვათ ლამაზი ქალიც გითამაშიათ საინტერესო ქალიც ერთად კომპლექტში ლამაზი საინტერესო თუმცა მაინც ხშირად ზოგი განწირულია ითამაშოს მხოლოდ რაღაც ინფანტილური როლი. ზოგი უფრო ირგებს სერიოზულ როლებს, იმიტომ რომ მისი სახე ტიპაჟური, აი როგორ უმკლავდებით ზოგადად მსახიობები. ეს გონია რომ ეს სტერეოტიპები უფრო მეტად არის თუმცა არის ეს რეალურად ჰოლივუდის თემაში. მაგალითად შეიძლება ჰოლივუდმა აი კომიკოსი ამ რაღაცა მოეწონათ და ერთხელ ვითამაშა კომედიურ ჟანრში და იმის მერე მუდმივად ამ თემაში ატრიალები კი ტკივილი მე რაღაცა ცდილობები ქონდათ რომ რაღაცა ფსიქოლოგიურ დრამაში ყოფილიყვნენ და თითქოს ვერ მიიღო მაყურებელმა მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს მარტო რეჟისორის ან პროდიუსერების ან ვინც მუშაობს მათი ბრალია ან შენ თვითონ უნდა გაჩერდეს სადღაც და აგენტს თხოვო რომ აღარ მინდა ეს როლი და მინდა სხვა არ ვიცი ეგ როგორ ხდება ჩვენთან ნაკლებად არის მსგავსი რამ თუმცა რაღაც პერიოდი იყო როდესაც აი სცენარში როგორც იყო დაწერილი ქერაც ის ფერთვალან რაღაცა ის ზუსტად ესეც ეძებდნენ და იყო პერიოდი როცა ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ჩვენ თვითონ მსახიობები რომ თავარი გმირი იყო არაპროფესიონალი მსახიობი იმიტომ რომ ტიპაჟურად ზუსტად ისეთი იყო როგორც სცენარში ეწერა მაგრამ მაინც არ ამართლებს არაპროფესიონალი მსახიობის თამაში თუ თან ფსიქოლოგიურ დრამას, იმიტომ რომ ის იმ სიღრმეს ვერ გაძლევს, იმიტომ რომ არ არის ეს მისი პროფესია. ვიღაცამ ბოდიში ამ ჟარგონს გაარტყა ზოგჯერ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა. ამიტომ საბოლოო ჯამში მაინც ბევრად ცდილობენ ბოლო წლებია, რომ ისევ მსახიობი აიყვანონ და იმუშაონ მსახიობთან, იმიტომ რომ მსახიობთან ბევრად ადვილია მაინც მიაღწიონ შედეგს, რაც შენ გინდა, ვიდრე არაპროფესიონალთან. ია დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის ლაიტმოტივს, სამსახიობო შესრულების მანერა თეატრსა და კინოში შევადაროთ. მით უმეტეს ვფიქრობ, რომ ქართველი მსახიობებისთვის დიდი გამოწვევაა კამერის წინ თამაში, რადგან ფაქტობრივად თეატრალურში სწავლის პროცესში შესაძლოა მთელ 4 წელს ისე გაიაროს, რომ კამერა არც კი იხილოს სტუდენტმა, ხო? აი, ამ კუთხით საინტერესოა სწავლების მიმართულებებით თუ შეიცვალა, რამდენად გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თავად როგორ ადაპტირდით თეატრიდან კინოში? ცა ვერ მოვიტყუები და ვიტყვი რომ ჩემს დროს, როცა ჩვენ სწავლობდით ის 4 წელი, ჩვენ კამერა თვალით არ გვინახავს. ეხლა უფრო მეტი ფუფუნება აქვთ სტუდენტებს, იმიტომ რომ
უფრო მეტი რაღაც სერიალების გადაღება დაიწყეს, მათ ასაკზე მორგებულითან და მუდმივად ვიცი რომ ეძახი ამ კასტინგზე. მათ შორის თუნდაც იგივე რეკლამებში ძალიან ხშირად იღებენ მონაწილეობას და რაღაცა დამეგობრებულები მეტნაკლებად არიან კამერასთან. ჩემ დროს ეს არ იყო, იმიტომ არა რომ ამხელა კურსზე თქვათ ერთი არ იყო ნიჭიერი. არა, უბრალოდ არაფერი არ ხდებოდა. მაგრამ ჩვენთან ერთად იყო კურსი კინოსარეჟისორო და კინოსაოპერატორო და ისინი აკეთებდნენ არა, ისინი თავიანთ თავებს იღებდნენ და ესე და აი ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური მე რომ გავაცნობიერე რომ რატომ აკეთებდნენ ამას, როდესაც პირველი კურსელი იყო ისიც, მეც აი ეს რომ ჩვენთან ემუშავათ, ისინიც ისწავლდნენ მსახიობთან მუშაობას, ან ბოდიში ამისთვის რომ წინ წაიგდებდნენ საქმეს და მსახიობებიც მეტნაკლებად ამ კამერასთან ურთიერთობას მივეჩვეოდით. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც დაამთავრა კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტი, ესე დიდი ასოებით გვიწერია დიპლომში. კამერა არ გვინახავს. მე უბრალოდ ჩემი ისტორია მაქვს, მე ძალიან მალე მომიწია წასვლა საზღვარგარეთ, სადაც მომიჩინეს, მე გულწრფელი ვიყავი და ვუთხარ რომ კამერასთან შემხებლობა არ მქონდა. მომიჩინეს ასისტენტი რეჟისორის, რომელმაც ის ამბანი, რაც მე არ დამესისმრებოდა ესე. მან თანმიმდევრულად მასწავლა, თან პრაქტიკა გავიარე, იმიტომ რომ პრაქტიკაში გადამქონდა, იმიტომ რომ მქონდა ფილმის გადაღება 7 თვე და ეს ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ამაში ფულს იხდი 7 თვე მასტერ-კლასი გავიარე რეალურად. ოღონდ რაშიც შენ აქეთ იხდი ფულს და ისინი აქეთ, იმიტომ რომ თამაშობდი ფილმში. როდესაც ჩამოვედი, მე ძალიან ხშირად იყო შემოთავაზება თვითონ სტუდენტებისგან სადიპლომოში რომ ეთამაშა, იმიტომ რომ მე უკვე თეატრში ვიყავი, მეტნაკლებად გამიცნეს ესე. ყოველთვის ვთანხმდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ წამოღებული ეს რაღაცა გარკვეული ანბანი, რაც უნდა გამყარებული იყო, ხო, როგორც მსახიობისთვის. აქ ძალიან ცდიდი მუდმივად საკურსო იქნებოდა ნამუშევარი, თუ სადიპლომო არ მაინტერესებდა. უბრალოდ მე ვცდილობდი რომ მე ვარ ჯიშა რა, ყველაფერში რომ ხო, მაგრამ რაღაცა წვრთნაში ვყოფილიყავი და მე როდესაც ნელ-ნელა უკვე რაღაცა წამოვიდა, რაღაც დაიწყეს ფილმების გადაღება, მივხვდი რომ ბევრად თავდაჯერებული მეტნაკლებად ვიყავი, ვიდრე მანამდე, იმიტომ რომ ერთი იყო რომ მე ცხელ ძაღლში მანამდე მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ესე დიდად მე ვერაფერი ვერ ვისწავლე, ძალიან სწრაფად იღებდნენ და იმისი დრო არ იყო, რომ ვიღაცას დრო დაეთმო და თან არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობდნენ და მე რაღაცა ახალი დამთავრებული მქონდა თეატრალური წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი და მე ძალიან ვუმადლი იმას, რომ მოხდა ისე, რომ მე მომიწია წასვლა და აი ამ ყველაფრის რაღაცა გარკვევა, რომ რა არის კამერა. ერთია, როდესაც ხარ, ყველაზე მთავარი რაც იყო მნიშვნელოვანი აი ამ წვრთნაში ახლო კადრი. ლექსო რა ხდება? ყველაფერს რეალურად ახლო კადრი ყიდის და ამ დროს ახლო კადრი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კადრი ფილმში. აი რისი გაკეთება შეიძლება, რისი არა ის რომ ზედმეტი თვალის ხამხამი, ზედმეტი ფაცაფუცი და ამას მაჩვენებდნენ თან. მაგრამ თეატრის შემთხვევაში ყველას გონიერ თეატრში ნებისმიერი ემოცია შეიძლება არ შეიძლება ყველანაირი, რა თქმა უნდა, ჯერდი გააჩნია, იმიტომ ამ მსახიობს უნდა კონდეს მთავარი შეგრძნების მომენტი. თუ ეს მას არ აქვს, მე არ ვიცი იქ მე რა ხდება. არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო, უბრალოდ არ ვიცი მაგ შემთხვევაში რა ხდება. არის პატარა სივრცე თეატრი, სადაც სხვანაირად მუშაობ და არის დიდი სცენა, სადაც აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობ. თუ შენ შეეცდები კინოხერხებით ითამაშოთ სცენაზე, უბრალოდ პირველი რიგის იქით ვერავინ ვერ დაგინახავს. ვერაფერს ვერ გაიგებს. პატარა სცენა ბევრად ინტიმურია. მე ძალიან მომწონს ხოთაშორის ეს ბოლო დროს პატარა სცენები, იმიტომ რომ მაქვს უფლება ჩურჩულის და ეს ძალიან საინტერესო ფონს ქმნის, კიდევ უფრო რაღაცა მრავალფეროვანი, მაგრამ დიდ სცენას თავისი სხვა საინტერესო დეტალები აქვს. თუნდაც ელემენტარული ხელის გაქნება, ხმის ტემპრთან მუშაობა და ამიტომ ვაღნიშნე, რომ აი ეს პლასტიკა თუნდაც რასაც თავიდან ვერ ხვდებოდი, რაში მჭირდებოდა სასცენო მოძრაობა, იმიტომ რომ ის რაღაცებს ვაკეთებინო და მართლა ვერ ხვდებოდი, რა საჭირო იყო. მე ხვდები ამას უკვე. თუმცა გააჩნია ჟანრს.
თვითონ ფილმის ჟანრობრივად რა ჟანრში ხარ და რა უნდა რეჟისორს შენგან, მაგრამ ხო სპეციფიკით ძალიან განსხვავდება და ორივე ძალიან საინტერესოა, მაგრამ ორივე სჭირდება სწავლა, იმიტომ რომ ტექნიკაც უნდა იცოდე, გარდა იმისა, რომ შეიძლება ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი და უნარები, ამას კიდე მერე ტექნიკაც სჭირდება. ძალიან ხშირად არ ესმით, რომ მაგალითად აი ტექნიკა რას გულისხმობ ტექნიკაში უკაცრავად, მაგრამ აქაც თეორიასთან ესე თეორიულად ვერ მოყვები ამ ყველაფერს. რაღაცები არის, რაც ესე უბრალოდ ჩვენებაში, გაკეთებაში, მუშაობაში შეგიძლია რომ მიახვედრო მსახიობს და ამიტომ არის რომ როდესაც ერთხელ მაინც შემთხვევით ხვდებიან თუნდაც ცნობილი ჩვენი კოლეგები კამერასთან მე აუცილებლად მასტერკლასებს იღებენ ისთვის რომ და სწავლობენ ამ პროფესიას. ხო, იმიტომ რომ რეალურად სხვა მედიუმია აბსოლუტურად. აი ბატონი გოგი მიქელაძე კინომხატვარი გადავიღეთ რამდენიმე დღის წინ, მაყურებელმა იხილა მისი ინტერვიუ და იქ შევადარეთ რა განსხვავება თეატრისა და კინოს მხატვრობას შორის და ასეთი რამ გითხრა რომ ჩემთვის როგორც მხატვრისთვის ორივე საინტერესოა და სასიამოვნო, თუმცა თეატრში მეტი თავისუფლება შემიძლია მივცე თავს, მაგრამ ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა, გასადავდა, აღარ არის ისეთი გროტესკი, როგორც ადრე და რაღაცა მიწევს ამას მოვერგო, თუმცა ის მერჩია. აი, თქვენი დაკვირვებით, აი, რამდენი წელია უკვე სცენაზე ხართ, რისკენ მიდის ტენდენცია, უფრო მეტად გასადავდა ეს შესრულების მანერა, თუ ისევ არის ეს პათოსი? რატომ მიყვარს რუსთაველის თეატრი და რატომ მინდოდა რომ მომხვედრილიყავი ამ თეატრში? ოდნავ განსხვავებულ თამაშის ხერხს გთავაზობს და მე ხვდები რომ ამ სცენას ძალიან მიხვდება ესე თამაში. თუნდაც ტონალობა, თუნდაც რაღაც აღმატებული ხარისხი, რაღაც რეალობიდან ეთიშები ამ ყველაფერს. კი, გარკვეული გროტესკი აქვს, მაგრამ ამ გროტესკშიც არის რაღაცა ზომიერება, ზოგჯერ უზომობა, რომელიც ძალიან მორგებულია და საჭიროა. მაგრამ აი რასაც ახლა შენიძახი რომ ეს მინიმალისტური, ესეც ძალიან მისაღები მინიმალიზმი, რა თქმა უნდა, არაფრის კეთებას არ ნიშნავს. მინიმალიზმი არის აი ის ზუსტი ემოციები, თუნდაც ალბათ ხატვისთვისაც, რომელიც არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები, ზუსტი. და ეს ძალიან რთული მისაღწევია. ამიტომ აი ეს რაღაცა თამაში ამ ხან მინიმალიზმსა და ხან გროტესკში ჩემთვის არის ძალიან საინტერესო მოგზაურობა. ანუ მე ესეც მომწონს, აი რომ ამბობენ, აი შენთვის მაინც რა არ შემიძლია თუნდაც ჟანრობრივადაც გამოვყო. კი, მე ბევრად აღმიქვავენ როგორც რაღაცა ფსიქოლოგიური დრამის მსახიობს, მაგრამ მე თეატრში ბევრი კომიკური როლი მაქვს ნათამაშები, რაშიც ასევე ჯილდოც მაქვს აღებული არაერთხელ და ასე რომ მე ესე კონკრეტულად ეს ჟანრი უფრო მომწონს და ეს ჟანრი უფრო ნაკლებად მომწონს, მე ეს არ მაქვს. რომ ერთიანად მნიშვნელოვანია ჩემთვის რა. ხშირად მსმენე იგივე კინემატოგრაფის რეჟისორებისთვის კომედიის წარმოება უფრო დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ გააცინო მაყურებელი უფრო რთულია ვიდრე რთულია და აი მსახიობის თვალთახედვით როგორია? აი კომედია უფრო რთული არის, თითქოს უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება. ჯერ ისეთი შევთანხმდეთ, რომ ზღაპარი მათ შორის და კომედიური სპექტაკლებია თუ ფილმი, ბევრად, რა თქმა უნდა, ერთულებად და თავს არიდებენ. არ ვიცი ეს რისი ბრალი არის, ხშირად საუბრობენ, რომ თვითონ შენ შინაგანი რაღაცა იუმორი უნდა გქონდეს, მაგრამ ასევე ძალიან დიდ გემოვნებასთან არის კავშირში. რომ იყოს ამას წინათ უყურე ფრანგულ კომედიას, მე ამდენი არ მიცინია. ოსტატები არიან კომედიის საოცრად და ოღონდ მივხვდი ერთი კიდე მთავარი რაც არის, რომ არაფრის უტრირებას არ ახდენენ და მახსენდება ამ დროს სულ ბასტერ კიტონის მამა, რომელიც ეუბნებოდა, რომ ვიზუალურადო იმდენად სასაცილო ხარ, რომ ადამიანები შემოქმედებს. ყველაფერი აკეთე ძალიან სერიოზულადო. და ამის გამო იყო კიდე 100-ჯერ მეტად ძალიან კომიკური. და აი მის აღქმა რომ და მე რაღაც კომედიები ვნახე ჩვენს თანამედროვეობაში გადაღებული, რომელიც არ მეცინება. არ დავასახელებ, არ მეცინება, იმიტომ რომ უტრირებას აკეთებ, რომ აი აქ უნდა გაიცინო. არა, მომეცი უფლება, ამაზე ნუ დამაჭერ. ძალიან დიდ გემოვნებასთან, ძალიან დიდ რისკთან არის და რაღაცა შინაგან მომენტებთან, რომელსაც
არ ვიცი, უფრო მეტი ძალისხმევა შესაძლებელია რომ ჭირდებოდეს კი. ია, მოდით მესამე მედიუმსაც შევეხოთ, რაღაც მესამე მედიუმად აღვიქვამ ზოგადად სერიალების წარმოებას რა. იქ მგონია რომ სცენარი სხვაგვარად იწერება, რეჟისორის დამოკიდებულებაც სხვაგვარია, ვიდრე ავტორო კინო და ყველაფერი სპეციფიკურია ამ შემთხვევაში და მასობრივი წარმოება კონვეიერივით არის და რაღაცა მათი ყოველდღიურობა ალბათ განსხვავებულია ვიდრე ავტორო კინოზე მუშაობისას, ხო? აი ამ სცენარის ზოგადად სერიალების პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან მარტივად ხდებიან ვარსკვლავებად, ხო? მიქცევიან ეს მსახიობები, აი 20 წლის გოგო ბიჭები უკვე არიან ძალიან ცნობილები, როცა შესაძლოა, არ ვიცი, იასუ ხიტაშვილს ან ნებისმიერ სხვა არტისტს წლები ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ მსგავსი პოპულარობისთვის მიეღწიათ. რა პლუსები და მინუსები აქვს ამას თქვენი აზრით? ერთს გეტყვი, რომ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ მე უამრავ ფილმში ვითამაშე, აი რატო ვამბობ უამრავს, ვინმეს კი არ ვედრები მაგალითად, მაგრამ აი იმ პერიოდის მსახიობი ვარ, როცა კინომ ცოტა მერე დაიწყო გაღვიძება და ამას თუ გავითვალისწინებთ, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით ჩვენი ძალიან ბევრ ფილმში გადამიღეს, მაგრამ ნაკლებად მოხდა პოპულარიზაცია ფილმების, ბევრი, როცა კინოთეატრებში მაგალითად დააყენეს პრემიერა, შეიძლება ბევრმა ვერ ნახა. ნაკლებად არის პოპულარიზაცია ქართული კინოსი. არ ვიცი რატო ხდება, რომ თქვა თანამედროვე, ანუ ჩვენს ახალგაზრდა თაობას რატო აინტერესებს ნაკლებად ქართული კინო. ძალიან სამწუხაროა და რატო უნდა ჭირდებოდეს ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამამულო კინოს ძალიან დიდი პიარი. მე ამას ვერ ხვდები და ძალიან ვეცადე საკუთარი თავისთვის დამეძალებინა, რომ რამე ლოგიკაში ჩამესვა, მაგრამ კარგი. დღემდე მეც ხელიძაღლით ვახსოვარ, აი სადაც არ უნდა შევიდე და ჩემთვის სადღაც ეს ძალიან დიდი დისკომფორტია, ხა შემოწლები დამჭირდა. მე 21 წლის ვიყავი, რომ ვითამაშე მაგ ფილმში. და ამ სერიალით მოვიდა ჩემთან ძალიან და სულ ცდილობდი მე რომ ჩამოგერეცხადყავთ არა, ჯერ ეს ერთი რომ მივხვდი რომ მეორე სეზონი გრძელდებოდა, მე ვთხოვე რეჟისორს რომ სცენარისტებისთვის ეთქვათ რომ მე გავეყვანე სერიიდან. და მე მახსოვს ტურვამ თქვა ერთ-ერთ რეპეტიციაზე ბატონმა რობერტმა რომ თუ გინდა რომ სულ იყო ანუ მომთხოვნად რომ შეეცადე იყო ყველგან, მაგრამ ძალიან დოზირებულად. ეს სულ მახსოვდა და მივხვდი რომ წავიდე რაღაც ესეთი საუბრები ხმები მოვიდა რომ იმდენად მოეწონა ხალხს რომ ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი სეზონი ყოფილიყო და მეთქი ძალიან გთხოვთ მეთქი რომ მე უნდა გავიდე. ზოგადად გარდასახვა პერსონაჟად თუნდაც აი რომ დავკონკრეტდეთ ფილმი დასაწყისი ძალიან სპეციფიკური კინო ისეთი ნელი ნარატივით პერსონაჟი დრამატული, გარემო დრამატული, როგორ გარდაისახეთ, რა დრო დაგჭირდათ, გაქვთ თუ არა თქვენი პირადი მეთოდები აი ამ გარდასახვის და შემდგომ ისევ როგორ უბრუნდებით საკუთარ თავს იასუ ხიტაშვილს. ძალიან მნიშვნელოვანი ეს ორი ფილმი თვითონ ახლა ეს დასაწყისი რაც ახსენე და აპრილი რომელიც ნუ ჯერ არ გამოსულა ესე საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, იმიტომ რომ ჩემთვის რეჟისორი არის მართველი რა მთლიანად პროცესის და როდესაც მართველი არის ძალიან ძლიერი და ისე ძლიერად დგას იქ სადაც უნდა იდგეს, იქ შენ ძალიან ბედნიერი ხარ მსახიობი, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება. იმიტომ რომ ის არასოდეს არ აძლევდა საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას და შესაბამისად შენთანაც სწორად ესეთი მიდგომა გქონდა და ეს ყველაფერი ოღონდ აი ამ მოსამზადებელი პერიოდი ქონდა ფილმს საკმაოდ ისეთი სულყე, ხანგრძლივი, ძალიან დეტალური. არც ერთი გმირი, არც ფილმ დასაწყისში და არც აპრილში არ გავს აი რაღაცას ან ვინმეს. ხშირად ყოფილა და ეს არ არის პრობლემა, რომ რაღაც ინსპირაცია აქვს მსახიობს რომელიმე. იცი რა, აი აპრილში მოხდა ზუსტად ეს, რომ ყველაფრისგან დაწურვა მოხდა, საკუთარი თავისგანაც კი, იმიტომ რომ მე მქონდა მომენტები გადასაღებ მოედანზე, რომ საერთოდ შეგრძნებას ვკარგავდი ყველაფერთან მიმართებაში და მე ეს განერვიულებდა ძალიან და მე უკვე ეკრანზე როცა ნახე ფილმი, ვხვდი რომ რისთვის იყო ეს ყველაფერი რა. ხირდა. იმიტომ რომ კი ვუყურებ იქ მე ჩემს თავს, ხო მე ვითამაშე კი, ნუ მე ან გინეკოლოგი ნინა გაგნიძე, მაგრამ ხვდები რომ სახის გამომეტყველებას და პლასტიკაც და სიარულის მანერაც აბსოლუტურად სხვანაირია. ოღონდ ეს სპეციალურად კი არ ვაკეთებ ამას. უბრალოდ აი ამ მოსამზადებელზე მასთან ურთიერთობით დიასთან საუბრებით, ზოგჯერ არ ვიცი, სადღაც
ვერ ვეწეოდი, სადღაც ნახევრად ვეწეოდი და აი ეს მეც მიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს, მეთქი ნუ არ გამოდის და აი ეს მდგომარეობა მე სწორ მიმართულებას უფრო აძლევდა ფილმს, იმიტომ რომ რეალურად აქ არ ჭირდებოდი არც შენ, არც ვინმე გამოგონილი პერსონაჟი. აი კონკრეტულად რა, მაგას მე არ ვიცი რა ქვია ესე. იმიტომ რომ არის რაღაცეები, როდესაც ესე ზედმიწევნით ვერ ახსნი და რაღაცა მდგომარეობები არსებობს, როდესაც იქმნება რაღაცა მდგომარეობები, როდესაც ამაში მე მექანიკურად შედიხარ და ფილმ დასაწყისზე რაც შეეხება აი ეს მომენტი, როდესაც მე სცენარი წავიკითხე და პირველი კითხვა მქონდა, რომ აი რა შეგრძნებები დაგეუფლა და მე ვთქვი მე უხაერობის თქო, აი ეს უხაერობა მჭირდებაო და აი ზოგჯერ არ არის საჭირო რაღაცა პერსონაჟის გამოგონება, ზოგჯერ მთავარია მდგომარეობებს მიყვე. რა ხო ამ მდგომარეობებს მიყვე, იმიტომ რომ კოლეგებსაც მნიშვნელობა აქვს ალბათ ამ დროს. კი, ეხლა როგორც თქვა მთავარ გმირთან, ისევე სხვა გმირთანაც ყველა გმირს ძალიან ისე ფრთხილად ირჩევდა და ყველასთან ძალიან მუშაობდა და მეტიც კედლისფერი რაფერი უნდა ყოფილიყო პერსონაჟის საქმე, ამაზეც ყველაფერი ძალიან ისე იყო და რაც შეეხება მე ამ ყველაფრიდან გასვლა ესე მეგონა რომ აი მსახიობი ამბობდნენ რომ აი რაღაცა არსებობდა ლეგენდებიც რომ რაღაც მსახიობი ჩარჩა რაღაცაში ჩარჩა არ ვიცი მაგრამ თუ შენ პერსონაჟის აი მდგომარეობაში რაშიც ხარ ეგრევე წავიდა შენგან მე არ ვიცი ეს რა არის მაგრამ რაღაცა მომენტი აი ფილმ დასაწყისის პერსონაჟის იანა ეგრე ადულად არ გავიდა რაღაცა გონებიდან. მაგრამ მე წავიდა რა, მაგრამ არც ეგ არ იყო პრობლემა. ხვდები, ან აბსოლუტურად ისტერიკა არ დამარჯერ ხარ რომ მეკითხები, აი მაინც რაში გამოიხატებოდა აი ყველაფერი. რაღაცა თითქოს ის ღია ვარდისფერი მუდმივად რაღაცას ყველგან ვაწყდებოდი. თუნდაც მანქანის რაღაცა ნომრებს იანა ხო, რაღაცა ყველგან ეხა ეს არავის არ გაეცეს არ თქოს რა სიგიჟეებს ლაპარაკობს, მაგრამ თვითონ რაღაცა ეს მდგომარეობა, რაღაც სულ მეფიქრებოდა ამ გმირზე, ეს ფიქრიც რაღაც დიდხანს გამყვა. და მე ხვდები რომ ნორმალურია ძალიან ეს ყველაფერი, მაგრამ მე წავიდა, რა თქმა უნდა, შვიდად ყველაფერი გავიდა. ია, ფაქტობრივად ვისაუბრეთ, როგორ უნდა იყოს მსახიობი, რა უნდა გაითვალისწინოს რეჟისორებსაც შევეხეთ, ბუნებრივია მსახიობს გარდასახვა უადვილდება, როცა რეჟისორმა იცის რა სურს და ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტული ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა ნორმები და რაღაცა გარკვეული წესები უნდა გააცნობიეროს რეჟისორმა და ეს რაღაცა მოდი აბა იმპროვიზაციას არ უნდა მიანდოს, უნდა იცოდეს ალბათ, ხო, კონკრეტულად. თუმცა ბევრს ასეთი მიდგომაც აქვს. ახლა კი ვისაუბროთ, როგორ უნდა იყოს მაყურებელი. აი თქვენი გადმოსახედიდან თანამედროვე მაყურებელი, იგივე ჯენზის თაობა და სხვა თაობებიც, რას ითხოვს თეატრისგან და რას ითხოვს კინოსგან? არ ვიცი ჯენზი თაობა ესე რას ითხოვს კონკრეტულად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი მაგასაკის არის, რაღაცა სხვანაირი ტიპები არიან. თავიანთი კი, უფრო მეტად ადრე დადიოდა, ეხლა ნაკლებად აქვს სურვილი რომ მოვიდეს. რატო არ გისაუბრეთ? არა, პრობლემა არა აქვს ის რომ მაგალითად აი დედა თრგუნავდეს, თქვა რამე, არა, მსგავსი არაფერი, აბსოლუტურად ძალიან ცივილურად უდგება ყველაფერს. თვითონაც სამ ფილმში აქვს ნათამაშები, მაგრამ არასოდეს ესე მსახიობი თვითონაც აერჩია ეს პროფესია არ ქონია ეს მომენტი. რა ვიცი, მე მგონია რომ როგორც ყოველთვის რაღაც ჩვენ რაღაც ძალიან ისე ვცდილობთ რა ახალი თაობა და რას ითხოვს ჩვენგან. რა ვიცი, რაც კარგია, მე მგონი ძალიან კარგად უყურებს და მგონია რომ ძალიან თავისუფლად მსჯელობს ამ ყველაფერზე და მიმღებლობა ფანტასტიკური აქვს, იმიტომ რომ მე ესე არ უყურებ, რა ის თაობა მოდის და აი მოარგოთ რაღაცა. მე მგონი რაღაცა თვითონაც ძალიან შინდებიან, როდესაც მათ ესე უდგები. ხო, არაფერი, რაც მოწონთ და რაც ყველაფერს ძალიან ადეკვატურად იღებენ რა, არ ღირს რა ესე გადაგიჟება და გადაფსიხება იმაზე, რომ ვაიმე აი ახალი თაობა მოდის და აბა რამე ხო არ შევცვალო და არა, მე მგონი აბსოლუტურად არ არის ესეთი ისტერიული ტიპები, მე მგონი ძალიან ადვილად იღებენ ამ ყველაფერს და რაღაცა ზოგიერთი ეს პათოსიც ძალიან მოწონთ და რაღაცა მგონია რომ ძალიან ეხალისებად კიდევაც რაღაცა ექსპერიმენტებისთვის ყველაზე მეტად ძალიან მზად არიან, ასე რომ რა ვიცი, ძალიან მიყვარხართ.
და რა რჩევას მისცემდით? ბოლო კითხვა იყოს ასეთი ტრადიციული კითხვა, იმიტომ ფასდაუდებელი იქნება მე ესე მგონია მათთვის. ახალგაზრდა მსახიობებს რა დაბრკოლებები და დაბრკოლებები ალბათ ერთნაირი და გამოწვევები ერთნაირია ყველა არტისტს. როგორ გაუმკლავდნენ აი ამ დაბრკოლებებს? რა გაითვალისწინონ პირველ რიგში? მე ვთვლი, რომ პირველ რიგში არის ძალიან უნდა გიყვარდეს ეს პროფესია. როდესაც ძალიან გიყვარს ეს პროფესია, მართლა განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს. საკუთარ თავზე მეტათია. თუ საკუთარი თავი როგორც გიყვარს ისე თუ აი რა ვიცი, ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, მე როგორ შეიძლება რაღაც ან მე ვუყვარდე, ან რა მე უყვარდეს. შეთავს უნდა ცემდე პატივს, რა თქმა უნდა. აუცილებელია. რელიგიურადაც ესეა. შენ თუ არც შესაკუთარ თავს პატივს. შენ იწყება უკვე. რა ვიცი, სხვას როგორ უნდა პატივი, ან სხვისთვის რამე კარგი როგორ უნდა გემეტებოდ, ეგეთი წყვილების არ მჭერა. უყვარდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწევთ, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა და ეს მხოლოდ აი ეს გრძნობა გატანინებს. და მუდმივი წვრთნა საკუთარ თავზე და რა ვიცი, არაფერს არ უნდა შეგეშინდეს ესე, ანუ შიშის დავიწყება უნდა შეძლო. და რაც თავარია, არაფერი ამ ქვეყნად ისეთი არ არის, ადამიანურ ძალებს აღემატებას, რომ სხვა მეტი ესე თვითონ გადასარევი თაობა მოდის და შესაძლებელი აქეთ მომცენ კიდე რამე რჩევა, ასე რომ მათ უფრო მეტად მოусმენდი. ეს კარგია მიმღებლობა ახალი თაობისგან. რა თქმა უნდა. რჩევების მიღება, გათვალისწინება, თაობათა შორის ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მოკლედ არაფრის შეგეშინდეთ, გიყვარდეთ საკუთარი თავი, ასე გითხრა იას ოხიტაშვილმა გავითვალისწინოთ გამოცდილი არტისტის რჩევა. გემშვიდობებით, შემდეგ შაბათამდე დროებით.